გამარჯობა, დღეს სირბულის პოდკასტის მეოთხე ეპიზოდია და როგორც შეგხვდით, დღეს გვყავს სტუმრად ნიკოლოზ ყურაშვილი, რომელიც არის პირველი ქართველი ფინიშერი UTMB CCC-ზე, ანუ 100 კილომეტრი ირბინავან და ასევე ევერესტის ბეის კემპსაც არის ნამყოფი. და არაერთ ულტრა მარათონში აქვს მიღებული მონაწილეობა. მოკლედ ძალიან საინტერესო. კი, ზუსტად. ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს მოკლედ დღეს. მადლობა. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩემს პოდკასტში. და პირველ რიგში გილოცავ CCC-ს დაფინიშებას. უკვე ერთ თვეზე მეტია, მე მგონი, რაც ერთ თვეზე მეტი გავიდა UTMB-ს გარბენიდან, ხო, მე მგონი. ცოტა გვია. 31 აგვისტოსი რაღაცა ეგრე, კი, დაახლოებით რაღაცა. ხო, ნუ ცოტა ახლა ალბათ შემსუფუქდა შენი ემოციები, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რა იმით ხარ, რა შეგრძნებებით ხარ, რომ ეს დააფინიშე. ხარ პირველი ქართველი, რომელმაც დააფინიშა. მე ეგრე გავიგე, რომ პირველი ქართველი არ ვიცი, მოკლედ მაგაზე კიტისთან მქონდა ჩვენი ლაპარაკი. ხა. ლანას აქვს დაფინიშებული CCC. მაგრამ ნუ ლანა საქართველოს დროშით, მაგრამ ქართველი ნუ ესაც იყო ლანა დარეგისტრირებული და საკმაოდ კარგად ირბინა 17 საათში. მაგრამ ესპანეთის დროშით იყო რა. ნუ ფორმალურად პირველი ქართველი ხო? ანუ ფორმალურად არა, მე ვფიქრობ რომ მაინც საქართველოს დროშით უკვე პირველი ქართველი ხარ. და სხვათა შორის საინტერესო რაღაცას უყურებდი ჩვენ ადრე ხუმრობდით და საქართველოს დროშით მე მგონი UTMB-ც აქვს, მაგრამ არა ქართველი, რაღაც ფრანგი იყო თუ ვიღაცა რა. შეიძლება შეცდომა იყო, შეიძლება რაღაცა რა ქვია, master data-ს მერჟის თემა იყო, ნუ მოკლედ რაღაც საქართველოს დროშით UTMB-ელი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა კიცი პირველი იყო UTMB-ელი და მე გამოდის რომ პირველი ქართველი CCC დააფინიშა. სინამდვილეში ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და ალბათ ეს UTMB-ის trail ფესტივალი ალბათ ყველაზე ატმოსფერული გარბენი არის, რაც არსებობს trail გარბენებში. ბევრი ხალხია, უამრავი ხალხია და რაც გამიკვირდა, ავტობუსით რომ მივდიოდი ჟენევადან შამონიში, ხალხი, რომელიც საერთოდ არ არის მორბენალი, არც არ არიან trail მორბენები და საერთოდ უბრალოდ ესეთი ხალხი არის გარედან, ასე ვთქვათ, თვითონ სპეციფიურად მიდიოდნენ იმისთვის, რომ მოხვედრილიყო ამ ფესტივალზე. ანუ ფაქტიურად ქალაქში რომ შედიხარ, ყველა დარბის, ყველა გიღიმის, ყველა სტაშს უკრავს მორბენლებს. ფაქტიურად ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება ეს ფესტივალი. სხვადასხვა დისტანციებზე გრძელდება და ყოველთვის არის რომ ხალხი აფინიშებს, ყოველთვის ხალხი რომ მოდის და არის ზღვა ხალხი, ატმოსფერო და ამ დროს ყველა იკრიბება. ეს არა მარტო მორბენლები, ხო, თამსვლელები იკრიბებიან, ჩამოდიან სპონსორები, კონტრაქტებს აწერენ ხელს და ფაქტიურად ესეთი რესტორანში შევედი რამდენიმეჯერ და ხალხის ესეთი არევა იყო. იყვნენ სპორტსმენები, ვინც თავის თავს ყიდნენ, კონტენტს ყიდნენ და მეორე მხრივ იყვნენ სპონსორები, ვინც ამას ასპონსორებს და ფაქტობრივად ფულს აძლევს იმისთვის, რომ სპორტსმენები გამოვიდნენ. ძალიან ატმოსფერული არის, ყველგან იგრძნობა ეს ატმოსფერო, რა ვიცი, ყველა ტაჟს გიკრავს, ყველა რა ვიცი, გესალმება, ყველა გეხუტება და აი ამ ატმოსფეროთი ეს CCC ძალიან გამოირჩევა. ნუ ეს რა, ზოგადად YouTube-ი ძალიან გამოირჩევა. და ეს ერთიორად ძალებს გაძლევს შენ. ეს სინამდვილეში ჩემი მეოთხე მცდელობა იყო 100 კილომეტრი დამეფინიშებინა. აი ეგ მაინტერესებს. და აი ამან რა თქმა უნდა ბევრად უფრო მეტი ძალები მომცა. კი. ძალიან გადასარევად. ესე მითხარი რომ თუ დავაფინიშე, მაგ შემთხვევაში მოვალ შენ პოდკასტშიო და კიდე 100 მაგათ მინდოდა რომ დაგეფინიშებინა ეს. მადლობა. მეც მართლა მინდოდა უფრო ის თქვა და რა ქვია, არა ჩემი мотиваცია უკვე ცოტა სვანერად მუშაობს, მაგრამ უფრო მქონდა რომ სიჯუტის განცდა რომ უნდა გააკეთო რა, არა იმიტომ რომ გინდა დაფინიშებ, არამედ უკვე ძალიან გაატრაკე და მეოთხედად უკვე უნდა მიხვიდე რა. და ეს სამცდელობა სად იყო და ჩემი რუთი, აი მაგას ცოტა შორის შევეხები, ცოტა სტეპებს გავაკეთებ. აი ეს შეიძლება თქვა ალბათ ჩვენი ძველი თაობა ჭყალებში ცოტა ესეთი ნელა პროგრესირებდა რა, მე დავიწყე სირბილის რაღაც 2016 რაღაცეზე და საკმაოდ ნელა პროგრესირდებით, მივდიოდით ნელა მარათონამდე. უпроსტად ნახევარ მარათონამდეც ნელა მოვდიოდით რა, ჯერ 5-ს გავარბოდით, მე 5-დან 10-ს გავარბოდით, მე 20-ზე გადავედით, რაღაცა, მე 30 რაღაცა სასწაული ფანტასტიკა იყო და
აი ეს ჩვენი, ну, არ ვიცი, ჭყალებში ძველი თაობის გზა ძალიან გრძელი იყო. პირველი 100-ზე რო დავრეგისტრირდი, იყო 2023 და სად ეს? ეს იყო ესპანეთში. აჰა. ვალდეარანზე. ოღონდ იქ დავრეგისტრირდი 100-ზე, მხოლოდ იმიტომ რომ 50-ზე ამოიყიდა ადგილები. ანუ იდეაში 50 მქონდა, ანუ არც ვიფიქრებდი რომ როდესმე მე 100-ს გავირბენ რა, ანუ იმ მომენტში არ ვიფიქრებდი რა. და იქ მივედით 70-მდე და მე გავუქმდა რეისი. აი ეგ მქონდა ეკითხვა, შენ და გურამი რო იყავით, ეგ არის? ეგ აღარ მახსოვდა გურამის ისწავი, კითხე მახსოვს მე რაღაც ეწერა, ანუ ამინდის გამო გავუქმდა უცებ და შუა რეისიდან მოხსნეს, ხო? ეგ როგორი იყო? მე ცოტა გამიმართლა. ძალიან გაბრაზებულები იყავით მახსოვს. ეს მას რა ქვია, მიდის UTMB de facto ეს ისტორია. ну ასეთი ფაქტობრივად ცოტა სასოციალო გზა არის. მე დავრეგისტრირდი 100-ზე, იმიტომ რომ 50-ზე ადგილები ამოიყიდა. გურამი 100 იყო? გურამი 100-ზე იყო, ხო, ჩვენ მე და გურამი 100-ზე წავედით. ну იმას ჩაფიქრებული მქონდა 100 სირბილი, მე ჩაფიქრებული მქონდა 50 სირბილი. მეთქი მე მეტი არ მინდა, მადლობა. 50-ზე მოვჩები. ხო, და ну მართლა ეგრე იყო რა, ну რაღაც მთელი ჩატებიც გავიხსენეთ მე. და ну რაღაც შევყევი ამ ხუმრობაში და 50-ს გავწვდი 60. ეს იყო ჩემი ყველაზე გრძელი. ანუ 50-ის იქით უკვე ალბათ არც მქონდა ნარბენი. გავწვდი 60-ს, მივედი 70-მდე და მეთქი всё. ხო. დავიღალე, ცუდად გავხდი და გავჩერდი. ფაქტობრივად დავადნფ 70-ზე. ну, რა ვიცი, რამდენიმე წუთში. არა, იმენა DNF-ი გავაკეთე. მეთქი всё, კარგად იყავი. UTMB-ის გარბენზე გაჭრიან იმას. DNF-ს რო გააკეთებ, კაი დიდი გამოცდილება მაქვს DNF-ის. ნომერზე იმას აკეთებ რა, მოჭრას აკეთებენ. შენ ნომერზე. ანუ, ოკეი, მეთქი არა უხსავს, არაფერი დავუჯექი. მოდიში, ესეც UTMB-ის იყო, ხო? UTMB-ის დაორგანიზებული. ესეც UTMB-ის გარბენი იყო, ну, რა ვიცი, ტრადიციულად მოვისხი ეს Space Blanket-ი. მიზივარ ველოდები მარშრუტკას. და გურამი გააგრძელა. არა, გურამი კიდე უკან იყო, ჩვენს უკან იყო რა, 50-ზე გაჩერდა. ხო და ესე აღმოჩნდა, რომ რახან წვიმა დაიწყო და მთებში ვიყავით, მაგრამ ვინც 70-მდე მივიდა, ყველას ჩაუთვალეს. აი და შესაბამისად მეც მიუხედავად იმისა, რომ 70-მდე მივედი და დავადნფ, მაინც ჩამითვალეს 100. ვაიმე, რადგან ამინდის გამოგა 6 თოუნი. ვაიმე. დაუმსახურებლად ფაქტიურად. ისედაც 6 თოუნს გაძლევდნენ თუ დააფინიშებდი 100 კილომეტრს, ხო? ოღონდ 6 თოუნი მომწეს, იმიტომ რომ ეს იყო UTMB-ის მეიჯორი. გასაგებია. ну ისეთი სუსამი აქვს თუ რაღაც ესეთი. სადაც ორმაგის თოუნები არის რა, კლასიკურად იქაც ხო ლარავედო. ლავარედოზეც მგონი. ლავარედო თუ ლარავედო. ლავარედო ხო. ლავარედო ხო. მანდაც ეგრეა ხო მგონი, ეგ ის აი არ მახსოვს ამ სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ტიპები არის. ანუ 3-ს რო გაძლევდნენ რეალურად და მან ორმაგდება და 6 გაწევენ. და ზუსტად ამან მომცა კარგი შანსი იმისთვის, რომ მოხვედრილიყო CCC-ს, იმიტომ რომ მან ლატარიის პრინციპით არის ალბათ, რაც მოკლედ, რაც მეტი თოუნი გაქვს. კი, ეგ კი წემგველოპარაკა მაგაზე და იმაზე ბოლო გარბენებში. ხო. და ნუ ესეთი რა ბევრ ულტრა გარბენს აქვს ესეთი შერჩევა, იმიტომ რომ იმდენად ბევრი არის დაინტერესება, იმდენად სწრაფად იყიდება რეისები, რომ ბევრი უკვე ლატარიას მიმართავს. კი. რაც საინტერესო არის და ნუ CCC-ზე თოვნის გარეშე ხო საერთოდ რომ მოხვდები და თუ ცოტა თოვნი გაქვს, მანდაც გაგიჭირდება მოხვედრა. ნუ ალბათ 5-6-ია ეგრე არის. პლუს-მინუს საშუალოდ, ვინც იღებს მონაწილეობას. და საინტერესო არის, რომ CCC-ზე უფრო ნაკლები არის რეგისტრანტთა რაოდენობა ვიდრე UTMB-ზე. თავარ გარბენზე. ვა, ეს ერთი მითხარი 100 კილომეტრი რო ცადე და 70 ირბინე, მაგრამ ჩაგეთვალა 100 და დანარჩენი 2 კიდე რა როდის იყო მცდელობა? დანარჩენი 2 ერთი მესტიაში იყო. ეხლა? მესტიაში. აი სოციალ მანდაც საინტერესო არის რა, ანუ რაღაც და ერთი კიდე ლისზე იყო რა. შარშან. ტრეილობის. ხო. მანდ იყო ხო, ლისზე. ხო, 100 ხო, მანდ იყო შარშან. აი მესტიაში საინტერესო იყო, რომ მესტიაში უკვე და ერთი მომენტიც რომელიც ესეთი ფაქტურად ყოველთვის ულტრა არის რაღაც მენტალური თამაში. კი. ну ეს ყველა იძახის, ყველა
მაგას ლაპარაკობს, მაგრამ ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იყო, ხო? ხო გახსოვს რომ გითხარი რომ განწყობილი ვიყავი 50-ს. ხო. და 50-ის მერე მე ძალიან გამიჭირდა. ეგრევე ხო. 51-ზე უკვე გამიჭირდება, ხო? ზუსტად, ხო? და ეგ არა მარტო ჩემი მომენტი არის, ხო? ეს პრინციპში მაგ ფსიქოლოგიური მომენტი არის ყველასთვის ალბათ ეგრევე, რომ რაზეც განეწყობი მას აკეთებ, ხო? იმის იქით უკვე ძალიან გიჭირს რა, ანუ ალბათ სამუშაოში. არა მარტო სპორტში, ხო, ანუ ყველგან ეგრე ხარ. სამსახურში, ხო, თუ შენ განეწყო იმისთვის, რომ იმუშავო. რაღაც ტასკი რომ გაკეთო, თუ ზედმეტი უნდა გაკეთო რაღაც უკვე. კი, წარმოვიდგინე რომ ორმაგი მოგცენ, ხო? დღე 8 საათი მოვიდა და კიდე ერთი ტასკი მოფრინდა, ითქვა, აიმე და რას შეშინელებაა, ხო? ხო და სიბირში ძალიან მკაფიო ეს ზღვარი და მესტიაში ვიყავი განწყობილი 100-ზე. ხო. მოკლედ იმზე გამოვიდა. მე მაგრა გამიკვირდა მანდ უკვე ხო. აი რო გნახე. კი. 10-0-ზე შევხვდით 40 იმაზე და შენ მე რო შევამოწმე შენ უკვე რაღაც ქვემოთ ვიყავი. ხო, აი მაკედონია. თუ 70 გემოწმე. 10-0-ზე დამცხა. და დავით აღარ ახვედი? წამო ერთად გავიდეთო და დავითი 70-ზე იყო რეგისტრირებული ჯიჯალავა. 70-ზე იყო ეგ. აი მეთქი აღარ უღელატე და და შენ 70 ირბინე და DNF-ად ჩაგეთვალა, იმიტომ რომ ნუ 100 არა, მაგრამ 70 ირბინე. ორივეჯერ. საინტერესო მომენტი რომ მე და დავითი ნუ დაახლოებით ერთი დონის მორმონები ვართ რა. დავითი უკვე 60 მე 60 კილომეტრზე ან რაღაც ეგრე ბოლოსკენ ძალიან უკვე ნელა მიდიოდა და ძალიან ცუდად იყო და მე კიდე შვენივრად იმიტომ რომ იმასე იყო. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ვიყავი განწყობილი 100-ზე. ხო. და ეს პერტ გაგიმო. ანუ ორჯერ აპირებდი 100 სირბილს და არა, ერთზე 50-ზე და 50-ის სირბილს აპირებდი და 70 ირბინე და შემდეგ 100 სირბილს აპირებდი და 70 ირბინე. ხო, უცნაურად დაემთხვა. და კიდე ერთი ლისის DNF-ი მქონდა. ხო. იქაც მე მგონი 100-ი, 80 ვირბინე. თან ცოტა რო გაკლია, ნუ რეალურად ცოტა არ არის ეგეთ დროს, მაგრამ ის არის რა. აი ხო, აი იმ ხელა განსხვავება, მაგრამ მოხდა, კი. თან ყველაზე რთული ზუსტად ეგ არის. ბოლო ზუსტად ეგრე 30-დან 30 კილომეტრიდან ყველაზე ნელა რო გადის დრო და ყველაზე რთული. აი ნუ იგივე ყაზბეგი რაც ჩვენ სახელმწიფოში არის, ხო? 70 და 100 ალბათ სამჯერ უფრო რთული არის. ფაქტურად სხვა სპორტი არის რა. ზუსტად ეგრეა. მე და ნიკოლოზი ტატელიშვილი ლაპარაკობდით. თვით თავის ემოციას მიზიარებდა, ეგეც 70-ზე იყო, მოიგო ხო თუ არ ვცდები თუ სვანეთში. კი. მე პირველი იყო თუ მეორე. მე მგონი ტატელიშვილი. ჩვენი პროდიუსერი გვეთახმება რა კი მოიგო. კი. ხო და მაგასაც უზიარებდი ჩემ ემოციას და აი ფაქტურად სხვა სპორტიაო რა, ძალიან საკეთებია რომ შენიშნა გააკეთა. 70 არის სხვა სპორტი. ზუსტად. აი ვითომ არაფერი ხო, ერთი და იგივე დისტანცია, ერთი და იგივე მარშრუტი, просто ერთი და იგივე მარშრუტი, ერთი და იგივე მთები, იქაც ისიც რთული, ისიც რთული, მაგრამ ორი სხვადასხვა მარშრუტი რა. კი, ნამდვილად ეგრეა. იმიტომ რომ 70 არ აქვს მნიშვნელობა ხო, 50-ის მერე, 60-ის მერე უკვე სხვა დატვირთვა აქვს, სხვა ემოცია და მენტალურად თუ ხარ მზად, ყველაფერს გადალახავ. კი. და მე რა თქვი, ეგ ვეღარ გავიგე, ლისზე რატომ მიხოდი 80-ის მერე რატომ ვეღარ გაგრძელე? ალბათ мотиваცია ყველაზე დაბალი არის რა. იმიტომ რომ ფიზიკურად კარგად იყავი, ანუ უბრალოდ ის, ხო, ანუ არაფერი არ მოგსვრია და რა. ნუ, იცი რა არის, ყველა ულტრა შვენივრად იცი რთული არის, ხო? მაგრამ შენ შეგიძლია ეს გადალახო. კი. და ნუ უბრალოდ мотиваცია დამაკდა რაღაც მომენტში და ნუ რა აზრი აქვს ხო ჩავთვალე რომ არ დიდი აზრი არ აქვს თუმცა ვნანობ ყველა ჩემ DNF-ს საბოლოო ჯამში ვნანობ როგორც კი 15 წუთში 20 წუთში თუ 9 საათში კარგად გავხდები მე უკვე ვნანობ რომ ვაი ბარემ მისულიყავი გაიგებინა რა შენი ის ეხა რო UTMB ირბინე შენი კომენტარი იყო სადღაც აღარ ან სტრავაზე რაღაც რომ no DNF-იო ანუ ბევრი DNF-ი რკონდა და უკვე ხო და იქ ჩემი თავარი мотиваცია იყო რაღაცა სიცოცხლის გზნობა რა ანუ ამდენი და კაი რა კამან უკვე უნდა გააკეთო რა და სხვათა შორის ვიდეო უდევს ნიკოლოს თავის YouTube-ზე და ამას აუცილებლად აღწერაში აუცილებლად დავდებთ შენს YouTube არხსაც რომ უყურონ შენს vlogs UTMB-ს იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო და მან ამბობ
რომ აი თუ სწორად მახსოვს ბოლოს რომ ანუ ამასო აღარასდროს აღარ ვიზამო ესეთ რამესო. ანუ ულტრა სირბილს გულისხმობ ალბათ და ეხლა კვირა სირბინე ულტრა 62 კილომეტრი თუ არ ვცდები ამაზე რას გვეთქვი. იმ ვიდეოში რატო თქვი ეს რომ აღარ ანუ აღარ ვიზამო ისევ ეგრე ფიქრობ თუ? არ ფიქრობ ეგრე, იმიტომ რომ ულტრა ირბინე კვირას და მაიცა ულტრა ეგ სხვა სპორტია ხო, როგორც გითხარი 100 და 62 ფაქტურად სხვა სპორტია. კი ბატონო, ანუ 100-ზე თქვი კონკრეტულად რომ აღარ ვირბენ. იმ იცი რა არის? იმ გადმოსახედიდან ყოველთვის საღათ ვერ აფასებ. კი, მაგიტომ გეკითხები. დღესაც არ ვერ ვიტყვი რომ მზად ვარ კიდევ გავაკეთო 100. თუმცა ალბათ რა თქმა უნდა მაგას გავაკეთებ. ანუ იმ აზრზე არ ხარ, რაც იმ ვიდეოში ამბობ რომ იმ მომენტში ცოტა რთული არის მაგის აღქმა და მაგის გაკეთება. იმიტომ რომ აი ნონ-მორბენლებ კოლეგებს ვეუბნები რა, ანუ მეგობრებს ზოგადად საზოგადოებას ვერ გაგიგებს ამას, ვისაც არ აქვს რაღაცა მსგავსი გაკეთებული, ცოტა რთულია მაგის აღქმა, მაგრამ ფაქტურად აი რაღაც პერიოდის შემდეგ, ნუ დაუშვათ 10 საათის შემდეგ, სულ ტკივილიქში ხარ. შენ ფეხები გაქვს აი ცუდი შეგრძნება, მუცელი ვერ აღიქვავს რაღაცას, შეიძლება ხებინების გრძნობა ქონდეს. რა ვიცი, არა საჭმელს ვერ ჭამ, ვერ სვავ, ყველაფერი დისკომფორტში არის, ყველაფერი დისკომფორტს იქნის, მაგრამ აი ფაქტურად შენი მაინდსეტი, შენი გონება გამოძრაებს წინ. რა ის გაქვს, ხო, არაფერი არ გაქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეწყვიტო, არაფერი დაბრკოლება არ გაქვს, რომ ეს ყველაფერი შეწყვიტო. შენ ყოველთვის შეგიძლია ესეთი ხელის მოსმით თქვა, რომ კაი, მე მორჩი, აღარ მინდა შეწყვიტო. ხო, არავინ არ გაძალებს და შენი გაჩერებს. შენინება, ხო, აბსოლუტურად, ხო, შენინება და შენი თავი ეუბნება შენს ორგანიზმს, რომ დამემორჩილე და წადი დააფინიშე. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია რაღაც ესეთი ულტრა რაღაცების გაკეთება, არ აქვს მნიშვნელობა სირბილი, ესეთი ულტრა რთული საქმების კეთება ყველას შეუძლია თუ სწორი მაინდსეტი აქვს. ზუსტად. გეთანხმებ. სწორი განწყობა, აი ძალიან განწყობა. ცვლის, არა მარტო სპორტში, ყველაფერში ალბათ ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. შენ თქვი რომ 2016 წლიდან დავიწყეო დაახლოებით 2016 წლიდან. აი მაინტერესებს საერთოდ როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში სირბილი, ანუ საიდან გაჩნდა საერთოდ სირბილი და როდიდან დაიწყე საერთოდ მე უკვე გამოსვლა მარათონებზე, გარბენებზე და ამ შემდეგ. 2016-ში ალბათ არც იქნებოდა დიდად საქართველოში თან. ხო, მაგას საერთოდ ის გვაქვს ჩვენი ისტორია. ძველ გვარდიას. ბჭყალებში. მასტერებს. ხო, მასტერებს. კი მე მგონი 2000 ზუგს და არ მახსოვს, შეიძლება 2017 იყო, მოკლედ ძალიან. მეც რაც ეგრე მახსოვს, თქვენი ვიდეოები რომ მოგხსნა ნახე და რაღაცა დაახლოებით ეგ წლები არის. ხო, აი ალბათ ხო, ეგ ისინი პირველად სირბილი ალბათ დავინახე, ოღონდ სერიოზულად. არასოდეს არ მიფიქრია რომ მე როდესაც ვირბენდია, არ ვიცი მე ვეწეოდი სიგარეტს ჩვეულებრივად. არასოდეს არ მიფიქრია სირბილზე, არც ასეთ რაღაც დიდ სპორტზე. ნიუ-იორკში მარათონი ვნახე. და აი მაგან ალბათ არ ვიცი რა თქმა უნდა ნიუ-იორკის მარათონი. აი პირველად რომ მაგას ხედო. ხო, აი სირბილი პირველად დავინახე ნიუ-იორკის მარათონზე. მანდ უნდა ნახო პირველად უნდა ნახო. შემთხვევით. ცენტრალურ პარკში ვიყავი, ნუ მთელი ქალაქი გადაკეტილი იყო, რა თქმა უნდა მე არ ვიცოდი მაგის შესახებ არაფერი. უბრალოდ მთელი ქალაქი გადაკეტილი იყო, რაღაც მე ყურადღება მივაქციეთ, რაღაც პოლიცია და ეს რაღაცა და მე ქალაქში უკვე ყველგან შეხვდა რა. და ნუ აი რასაც ვიზახდი UTM-ის ფესტივალზე, ეს ცოტა მაინც ლოკალური არის და ნიუ-იორკში საერთოდ აი მთელი ქალაქი პარალიზებული არის და რამდენიმე მილიონი ადამიანი თვალს ადევნებს ამ იმას. და ნუ ძალიან დიდი შტაბ-ეჭდილება მოახდინა და ნუ შემდეგ ხუმრობაში მე ჩემ პარტნიორმა მაგ დროს დავიწყეთ ესეთ ნენელა ცოტა სირბილი. და ნუ აი მართლაც ესე 5 წუთი დავრბოდით და დავდიოდით. ინსპირაცია ნიუ-იორკის მარათონი იყო. რა მაგარია ეგ რო გაქვს ინსპირაცია. შენ თვალით დანახულით. რა თქმა უნდა, მე რო დავიწყე სირბილი 2016-ში, ვერც დავრბოდი. ანუ უბრალოდ ესეთი 5 წუთი გავიქცევდი და მე ესეთი პროგრამა იყო ტელეფონში. Walk to run. სიარულიდან სირბილამდე. და ფაქტურად მაკედან დავიწყე სირბილი. და შემდეგ უკვე არავინ არ დარბოდა. არავინ არ დარბოდა. სხვა შორის დავრბოდი სწორზე, იპოდრომზე.
ხო. კუსტბაზე, ლისზე იშვიათად. წრეებზე, კი. და ტრეილი არც იცოდი ალბათ რაც რა იყო, ხო. თქმა უნდა, არავინ არ იცოდა ტრეილი. ხო. და რაღაცნაირად შემდეგ გავიცანით დავმეგობრდით ნიკასთან, ირაკლისთან, დავითთან, გურამთან ბევრი ძველი მორბენალი იყო რა. უმეტესობა ალბათ აღარც დარბის რა, ცოტნეც დარბოდა. ხო. ეხლა დიდად აღარ. ეხლა მგონი იქით ეხლა იქია ხო, 62 ხო. ხო, წოდორეთში. და საკმაოდ ბევრი ხალხი შემოვიკრიბეთ ამ მაშინ რა ქვია. ნუ თუმცა მაინც პატარა იმას რა ქვია შეზღუდული და შეზღუდული რაოდენობით ვიყავით. და ყველას ახალი დაწყებული ექნებოდა ეხლა მაგ დროს. კი, და აი ზუსტად გამოცდილი არ იქნებოდა რა. ზუსტად მაგაზე ვთქვი რომ ჩვენი აი ეს ცუდი სიტყვა არის ჩვენი თაობის ასე ვთქვათ მორბენლები ძალიან ნელი პროგრესი გქონდა ჩვენ 5-დან 20-მდე აი ძალიან მოდიოდით. ჩვენ რო ვირბინეთ 20 რაღაც გვეგონა აი ზე ადამიანები და სუპერმენები ვართ რა. ჩვენერი ხალხი სოფლიოში არ არსებობს. ალბათ არც უცოდით რომ არსებობდა რაღაც ეგრე ულტრაგარბენი. მხოლოდ გაგონილი გქონდა და არც იყო პოპულარული. 7 წლის წინ არ იყო ტრეილი პოპულარული. არა. ბევრმა არც იცოდა ალბათ რომ სირბილიც არ იცოდი მგონი. ეხლა წამოვიდა თორე. თქვენი ახალი თაობა ძალიან სწრაფად გაიზარდა. აი სუპერ. ჩვენ თუ მოვანდომეთ რაღაცას 6-5 წელი რომ მოვსულიყავით პირველი ულტრამარათონამდე. აი შენი თაობა, შენი მეგობრები მოვიდნენ ძალიან სწრაფად. ფაქტობრივად 1-2 წელიწადში თქვენ უკვე 100-ზე გადახვედით. კი, მე 21 ვირბინი, მე 46 და მე ეგრევე 100 კილომეტრი. ანუ არ მქონია ის ჩვენ ძალიან სწრაფად. იმიტომ რომ ანუ თქვენ გამოცდილები ხართ, ჩვენ გვყავდა უკვე გამოცდილი ხალხი, ვისგანაც რაღაც რჩევებს ავიღებთ და ასე შემდეგ და ეხლა წარმოგიდგენთ რომ სულ პირველი რო ხარ, არავინ არ ყავს, ვინ მოგცევს რჩევას, არც community-ც არ იყო ადრე ალბათ და ეხლა ყველაფრის შესაძლებლობა არის. შენ როგორ ფიქრობ? მე ესე ვფიქრობდი მაგაზე რა, ნუ ნაფიქრი მაქვს ამაზე რომ ჩვენთან რაღაცა კიდევ ვიხმარ ამ სიტყვას ჩვენ თაობაში რაღაცა ფსიქოლოგიური ბარიერი გქონდა ჩვენ, ანუ ფიზიკურად ჩვენ სწრაფად გავაკეთებდით ამას, მაგრამ რაღაცა ფსიქოლოგიური ბარიერი გქონდა, რომ ჩვენ გვეგონა რომ ერთი ვლადიმერი იყო ავლოხაშვილი ცოტა შერეკილი იყო და გვეგონა შერეკილი, იმიტომ რომ 80 კილომეტრს დარბოდა რა, ბიღოში დაიწყება და მართლა ირბენდა 80 კილომეტრს რა ეს მაშინ ადრე. კი, არც გარბელზე არაფერი, დახული ბოტაც ჰქონდა. და დარბოდა მართლა, ანუ ლეგენდა კაცი იყო რა, არც ახლა რასაკეთებს. არ მინახია დიდი ხანია. და ეგ გეგონა საერთოდ რაღაცა ზე ადამიანი. მაგრამ თქვენ საერთოდ არ გქონდათ ეს ბარიერი. Why not? ხო, რატომ არ გავირბინო 100? როდესაც მე ვიცი რომ ეს არის უბრალოდ მენტალური თამაში. ჩვენ გეგონა კიდე რომ ეს არის რაღაცა ჩვენ ჯარისკაცები ვართ და ის გენერალის სტატუსზე ვნახვით რომ გაირბინო 100 კილომეტრი. არა, ეხლაც არ ვიტყვი მე რომ ბევრს შეუულია. კი რა ბევრს აქვს ნარბენი 100 კილომეტრი და ბევრი ფიქრობს დრო გადახედო. მაგრამ არა, კი, როგორ არა, გეთახმები, იმიტომ რომ უკვე ბევრია ეგეთი. და ოღონდ ეს ბოლო წლებია, როგორ? ზოგადად გოგოებში. კი. საქართველოში გოგოები საერთოდ ფანტასტიკურ სასწავლებს აკეთებენ. კი, თან ცოტანი ვართ და უფრო ჩანვართ. ცოტანი სამაგერთ ვართ. ცოტანი ვართ, მაგრამ ჩანვართ. მეც რომ მივიღე ჩემ თავზე რომ ჩანვართ მეც კი. აბსოლუტურად, არავითარ შემთხვევაში. ხო, ანუ ცოტანი ვართ და მართლა ჩანვართ, მაგრამ მეც ვამაყობ ამით და კიდევ ბევრი გოგო გვინდა. სირბილში და ტრეილში მეტუმეტეს. კიდე იქნება რა, ძალიან გაიზრდება, იმიტომ რომ ბოლო წლებია უკვე უფრო და უფრო იზრდება ეგ. კი, და უფრო იმატებს. ნუ, მან ბევრი ფაქტორი არის, მაგრამ თვითონ ეს იცი რა არის, აი, არ ვიცი რა, ზღვარს ვერ გავალებ, მაგრამ ახალგაზრდებს აქვთ ესეთი, აღარ აქვთ ესეთი კომფორტის ზონაში ყოფნის სურვილი. ძალიან პოპულარული არის, ნუ, შენივრად იცი ხო ის აისები, ეს ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც აი ნუ ჩემი კლასელები, ასე ვთქვათ, ჩემი კურსელები ვერასოდეს ვერ წარმოიდგინდნენ, რომ დაწვებოდნენ მიწაზე და რაღაცას გააკეთებდნენ, არა, ნუ რას უკაცრავად ხომ? მაგრამ აი თქვენი თაობა რა ძალიან მომწონს ეს ამაში, რომ რაღაცა უფრო challenge-ს უფრო აღიქواس, როგორც რაღაც გამოწვევად და მე პირიქით მინდა ეს გავაკეთო. არა მინდა დავჭდე სახლში და რაღაც გავაკეთო. ზუსტად, კომფორტის ზონიდან რომ გამოხვიდე. ვიღაც რომ მეუბნება ხოლმე ზოთ მაგას, აი დილით როგორი ღვიძებ, რომ რაღაც ირბინო, აი როგორ არ გეზარება, როგორ არ მეზარება, აი რატო გონიათ, რომ მე რო დილის 6-ზე ვიღვიძებ და თქვა სადღაც დავრბივარ, ეს
ჩემთვის არ არის დისკომფორტი. დისკომფორტია ზუსტად ეგ არის, რომ არც მე არ მინდა აშინ როგორ დისციპლინა არის აქ თავარი და ზუსტად მაგას ვაუნები ხოლმე და ეგ დისციპლინის გამომუშავებაში ძალიან გეხმარება ზუსტად ეგ. აისი თუნდაც ძალიან გეხმარება, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე. შენ თვითონ როგორ ვფიქრობ, რამ განაპირობა, რომ ეს ძალიან პოპულარული გახდა, ხო, ფაქტიურად, ხო? რამ განაპირობა, იმიტომ რომ ჩემი თაობისთვის ეს საერთოდ მიუღებელი არის. მაქსიმუმ რაც შეუძლია რესტორნიდან რესტორანი ფეხით გადაადგილდნენ. ჩემი აზრით ყველაფერი არის მაინც მოდა საყო. ანუ ესეც თითქოს მოდაში ტრენდი, ხო, ტრენდი გახდა, თუნდაც რომ ფიტნეს დარბაზები, ანუ საერთოდ არ იყო, საერთოდ არ არსებობდა ფიტნეს დარბაზში ვიღაც რომ მიდის და თქვენი თაობის დროს მეც გამოვიყენებ. ხო არ იყო ესე? არა. ფიტნეს დარბაზში რომ მიდიხარ და ეხლა ყველა და ვიღაცამ ვარჯიში შეიძლება საერთოდ არ იცოდეს და რატო ვარჯიშობს, ეგეც არ იცოდეს, მაგრამ ფიტნეს დარბაზში მაინც დადის. შეიძლება ეს ცუდი იყოს, მაგრამ რო არ იცის და შემდეგ და რაღაცა მიზნის გარეშეც რომ მიდიან და უბრალოდ ტრენდს აყოლილი რაღაცას აკეთებენ რა, თუნდაც დარბაზში რომ მიდიან, მაგრამ მაინც მომწონს. ეს ტრენდი მირჩევნია იყოს ეხლა, ვიდრე ზოთ ეგ რომ ეხა უეჭველი ეს ყანწით უნდა დავლიო რაღაც რა თქმა უნდა. სასმისი ან რაღაც ბარში უნდა ვიყო უეჭველი ყოველ პარასკევს და ასე შემდეგ. ხო და ეგ ნელ-ნელა ეს ტრენდი იყო ერთი პერიოდი ეგ ტრენდი, რომ სულ ბარები და რაღაცები იყო, მაგრამ ეხლა თითქოს ბოლო რამდენიმე წელია, ფიქრობ ერთი 3-4 წელია, უფრო არის უფრო სპორტთან დაკავშირებით ეს ტრენდები, სიბილთან არა დიდად, მაგრამ ფიტნეს დარბაზები, ვარჯიში და ასე შემდეგ. რაღაც რა ზღვარს როდის გახდა ეს ტრენდი, ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან ჩანს. კი, მე ეგრე მგონია უფრო. სოციალურ ჩანს და ანუ კონტრასტი ძალიან დიდი არის. ნამდვილად რამოდენიმე წლის თემა არის. კი, ზუსტად. ძალიან კაი ტრენდია ეგ ერთი არის და რა თქმა უნდა ტრენდი ცვალებადია, შეიძლება შეიცვალოს რაღაცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაცა ზრდა ეფექტი გვექნება, იმიტომ რომ თუნდაც ის ხალხი სულ არ მივიდეს ფიტნეს დარბაზში, რაღაცა ინსპირეიშენი რო ექნება, რომ ვაიმე ნახე ყველა აკეთებს, ყველა წარმატებული, ყველა ლამაზი ახალგაზრდა რაღაცას აკეთებს და მეც ყოველ შემთხვევაში სურვილი გამიჩნდება. ეს ზუსტად, რა ტრენდი არის ეხლა, იცი? ჯანსაღი ცხოვრების წესი. და იმ ვიდეოების გადაღებაც კი მოსწონთ ინსტაგრამზე გოგოებს მაგალითად, რომ რა ვჭამე, თქვათ დღეს და როგორი ჯანსაღი რაღაცები ვჭამე, თელი დღე როგორ გავატარე, რამდენად პროდუქტიული და ჯანსაღი იყო დღევანდელი დღე. და ეგეთი ტრენდები არის ეხლა რეალურად და ეგ ძალიან კაია ეხლა, რომ ავოკადოს ტოსტი რო ვჭამე, მე დღეს დილით ეგ რო გავაზიარო, ეგეც კი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხალხს ამით ყველა ხედავს, რომ ეგ არის ეხლა რა, რაც უნდა გააკეთო, რომ ჯანსაღად იცხოვრო და ძალიან მაგარი რაღაც არის ეგ. თუ ეს არის მოდის, არ ვიცი, TikTok-იდან თუ whatever რაც არის, ხო? მაინც პოზიტიური არის რა, მე მაგას აბსოლუტურად პოზიტიურად აღვიქვა რა, ანუ ნებისმიერი კარგი ტრენდი ჯობია, ვიდრე არაფრის კეთება და კომფორტის ზონაში ყოფნა რა, ანუ მე ყველას მოვუწოდებ იმისთვის, რომ პირიქით გამოდით და რაღაცა გააკეთეთ და თუნდაც ჩემი მაგალითი გამოიყენეთ იმისთვის, რომ რაღაცა შეცვალოთ, ხო? ანუ მე ჩემ თანამშრომელსაც ახლა დღევი და ფეხით უნდა იაროს, არაბინდარი ტაქსი, არაბინდარი მეტრო, თვითონ ფეხით. ერთი კვირა ყოფილით, მაგრამ მე ვეღარ ძლები. მოტივაცია ერთგვარია. მოტივაცია კარგად ხო, ან მე არ მოვდივარ ხოლმე და. კაი, მინდა ეხლა დაუბრუნდეთ უთიების გარბენს. ეს შენ ამ CCC-ის გარბენს. ზუსტად იყო 100 კილომეტრი, ხო? და ელევაცია მაინტერესებს, რამდენი იყო 5000 თუ არ ვწდები? 6000. მაინტერესებს როგორ ემზადებოდი ამისთვის, ანუ რამე პროგრამით ემზადებოდი, რამდენი ხნით ადრე დაიწყე მომზადება, თან მეოთხე მცდელობა იყო შენი 100 კილომეტრის და თუ ქონდა, თუ უბრალოდ მორიგი 100 კილომეტრი იყო ეს, როგორც ისავი. ალბათ ესეთი, ეს ცუდია, რა თქმა უნდა, მაგას არავის არ ურჩა, მაგრამ რაღაც აროგანსი ალბათ მაქვს ამ სირბილის დროს. ჩემ თავში საკმაოდ უკვე დარწმუნებული ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, თუნდაც DNF-ების. და რა თქმა უნდა, მე არ ვემზადები, მგონია, რომ რახან ეს არის მენტალური თამაში.
ორგანიზმი მაინც გადაიტანს. ანუ ზოგადად ვარჯიშობდი ისე როგორც ვარჯიშობ, ანუ დარბოდი. საკმაოდ დაბალი მკვიური მაილეჯი მაქვს, ხო, რამდენი კილომეტრი მაქვს საშუალოდ ეს. მართლა? სულ ეს. და მაშინაც ესე ქონდა 100 კილომეტრამდე 40 დაახლოებით. მეტი არა. მაგრამ ერთი კვირა შეიძლება მქონდა და აი მესტიაში რო ვირბია 70. ვა. ჩემი კვირის მაილეჯი ალბათ მაქსიმუმი. ანუ რაღაც განსაკუთრებულად ესე არ ემზადებოდი ამ სიშიშისთვის რაღაც პროგრამით და ასე შემდეგ. არა, ფაქტიურად მე ვფიქრობ, რომ არც გინდა თუ არ გინდა კარგი პერფორმანსი აჩვენო. ანუ თუ კარგი დრო არ გინდა გაჩვენო, მაგაც 20 საათში შეხვიდა, რა ვიცი, 17 საათში შეხვიდე. თუ შენი საუკეთესო დრო არ გინდა აჩვენო, არა ვიღაცასთან კონკურენციაში, არა დაუშვით შენ თავთან რო შეხვიდე კონკურენციაში. თუ შენი საუკეთესო დრო არ გინდა გაჩვენო, მე მგონი დიდი მომზადება არ გჭირდება. რაც არის მთავარი, რომ შენი ორგანიზმი მიჩვეული იყოს ზოგადად ეს დატვირთვებისთვის. პირველი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, 50 კილომეტრი მაინც უნდა ირბინო, ან 60 ან რაღაცა, რაც უფრო მეტი უკეთესია, იმიტომ რომ შენი ორგანიზმის ეს სტრესი პირველი არ იყოს. ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ შეიძლება ტრავმა მოგივიდეს, შეიძლება რაღაცა. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც თუ არ ხარ იმისთვის განწყობილი, რომ შენი საუკეთესო პერფორმანსი აჩვენო, დიდი მომზადება არ გჭირდება. რამდენი საათი დაგჭირდა ამის დაფარვაში? 23 და თითქმის 24-23 ნახევარი რაღაცა კიდე აღარ მახსოვს კარგად. უფრო მეტი ვიდრე მინდოდა. ხო. მაგრამ დიდი დრო წაიღო aid station-ებმა. და სხვათა შორის ეს კიწისგან გავიგე მე, რომ მხოლოდ ერთი დროპბექი გქონდათ, ხო? ანუ მხოლოდ ერთი თუ კი არა, საერთოდ არ გქონდათ. უბრალოდ საერთოდ არ გქონდა. ეგ ძალიან რთული იქნებოდა ჩემთვის და თან შენ არ ყავდა კრუ და ეგეც თქვი ვიდეოში. სხვებს ყველას ყავდა და რო შედიოდი და ნერვები გეშრებოდა, იმიტომ რომ ეს იყო რიგი იყო და შენ რო არ ყავს იქ არა. ხო, ეს ცოტა ისე. ბევრად რთული არის ახლა ეგ. ნორმალური ახლა დღევანდელი განმოსახედიდან ნორმალური იყო რა, უბრალოდ იუმორით უნდა შევხედო და არა გაბრაზებით. მე ცოტა გაბრაზებით შევხედე და ვიდეოში ჩანს. პროსა ინტერესო არის რა. იმიტომ რომ ბევრი დისკომფორტი გექმნება რა, ნუ ადგილი არ არის იმისთვის რომ დაჯდე. იმიტომ რომ ეს კრუები შიგნით არიან, ხო? ნუ რა ის იმათიც მესმის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგი ისვენებს, ზოგი დაღლილი არის, ზოგი შეიძლება 3 საათი ღამის 3 საათზე. ალბათ გეძინება და მაგიტომ ზოგს ეძინა. ნუ ცოტათი დისკომფორტი იყო, თუმცა ალბათ იუმორით რო შეხედო, პირიქით საინტერესო ის ამბავი რა. და საერთოდ რო არ ქონდა ეს დროპბეგი არც ან ყველაფერი გედო თან, ხო? გამოსაცვლელი იქნებოდა რა იქ. ალბათ არც არაფერი ბევრი არ გინდა რა, იმიტომ რომ ანუ ისე მსუბუქად წახვედი. სულ რო 2 მაისური გქონდეს, მაინც დაისურება ეს მაისური, ან სულ რო რაღაც გამოსაცვლელი გქონდეს, დიდად აზრიც არ აქვს რა. გამოსაცვლელი მქონდა წინდები და მაისური, მაგრამ პრაქტიკულად არ გამომიყენებია. ხო, ფეხსაცმელი მაინც რაღაცა არაფერი არ ქონდა რეალურად, იმიტომ რომ დროპბეგი რო ქონდეს, ეხა რო რამე ჩადებ ფეხსაცმელს, იმიტომ რომ შეიძლება არც გამოიცვალო, მაგრამ მაინც იმედიანად ხარ და რო არ გაქვს არაფერი, ანუ ცოტა ის არის, ხო. იმედიანად ყოფნა კაი მომენტია, იმიტომ რომ დროპბეგში რაღაცას ჩადებ, რაც შეიძლება არც დაგჭდეს. ვიცი, შეიძლება მშრალია ყველაფერი, ელოდება მშრალი, ახალი ფეხსაცმელი რაღაც, ანუ სხვანაირი. ფეხსაცმელზე კაი იქნებოდა ხო, იმიტომ რომ ძალიან თანახმიანი ღამე იყო და კი, ეგ წვიმიან იმაში მოყევით და. ნუ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივი არ, მაგრამ გაცილებით უფრო კარგად ჩაერა, ვიდრე შეიძლებოდა რომ კარგად ებია. აუ და ის მაინტერესებდა ეხა იმაზეც. ამ 24 საათში საერთოდ არც დაგიძინია ცოტა ხანიც, ხო? ხო, ნუ ეგ უფრო ისეთი დრო არის, ეხა არ დაგეძინება. ეს კი, კიწისაც ვკითხე, კიწიმაც ვერ დავიძინეო, მაგრამ ეს ძალიან მაინტერესებს, ვინმე მინდა შემხვდეს ეგეთი, იმიტომ რომ მე ეს დოკუმენტურები მაქვს ხოლმე ნანახი, რომ ამ შუა იმაში, რომ ნუ 200 მილს რო დარბიან უფრო ეგენი იძინებენ, მაგრამ შუა სირბილის დროს რო 20 წუთი იძინებენ ამ aid station-ებს და მე სირბილს რო აგზელებენ ხოლმე. ძალიან მაინტერესებს რანაირად შეუვლიათ ეგ, რომ აი ამ დაღლილზე რომ დაიძინო. გაიღვიძო და მე ის გააგზავნო. მაგრამ მაინტერესებს ვიღაც დაველაპარაკო, ეგეც კონდეს გამოცდილი. ძალიან საინტერესოა. კარგი мотиваცია არის. სულ რა თქმა უნდა, მილიონი ვიდეო მაქვს ნანახი. YouTube-ის, როდესაც დარბიან თუნდაც 100 მილს, ან 200 მილს, ან whatever რაც დისტანცია არის და ისე ადვილი არის ვიდეოებიდან. ძალიან ადვილი ჩანს ვიდეოებიდან, იმიტომ რომ ყველა უღუნთას კამერა უღებს და ძალიან ის ლაპარაკო ინტერვიუები არის თან. ყველა კაი ხასიათზე არის და ნუ ვერ ხედავ, ტკივილს ვერ ხედავ, მაგრამ ეს უფრო კარგი мотиваციას გაძლევს იმისთვის, რომ შენც გააკეთო ეს რაღაცა რთული რაღაცა რა, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება იყოს ირბილი ველოთ რა რაც არის რა. საინტერესო არის კი. ყველაზე რთული მომენტი რა გქონდა
აი ამ 100 კილომეტრზე, ბოლო 100 კილომეტრზე? მაინტერესებს ხოლმე ყველაზე მეტად. საინტერესოა. ეხლა რომ ვიხსენებ, ალბათ დიდი რთული მომენტი არ მქონდა. თუმცა იმ მომენტში არ მეჩვენებოდა რაღაც რომ მარტივი, მაგრამ ეხლა რომ ვიხსენებ, ნორმალურად ჩაერა, იმიტომ რომ ისეთი ტრავმა და რაღაცა არ მქონია. ხო. ფსიქოლოგიური ყველაზე დაუნ მომენტი იყო ის, რომ ღამე ერთგან გაჩერდი ძალიან დიდხანს მახსოვს. კი, აი ღამე გავჩერდი aid station-ზე, რომელიღაცა იყო, ტალახი იყო, უფრო დისკომფორტი იყო ვიდრე სხვა რაღაცა რა, ანუ ტალახი იყო, ადგილი არ იყო, საჭმელი არ იყო, არ მომეწონა მოკლედ რა საჭმელიც იყო. აი ეგეც სუდია დროპბეგში შენ გააკ რაც კიდე და იქ კიდე რაც არის ის უნდა. სუფი არ მომეწონა მოკლედ რაღაცა, მოკლედ იქ წყალი იყო, იქ რიგი იყო, იქ ხალხი იყო, რაღაცა და ეს აურზაური იყო და ეგ იყო ალბათ ჩემი დაუნ მომენტი, იმიტომ რომ დისკომფორტი შემიქნა. ხო, ანუ უფრო ფსიქოლოგიური ის. დავჯექი იქ გამოსასვლელი ადგილი არ არის, გამოთ ტალახი იყო და აი ესეც რა ლამაზად ჩანს, იმიტომ რომ ელიტების ვიდეოებს უყურებთ ჩვენ რეალურად დოკუმენტურს და იქ ისე დროს მიდიან თან aid station-ზე რომ 5 კაცი არის სულ და ყველაფერი კარგად არის და ეხა 5 კრიუს წევრი რო გეხმარება და ხან რაღაცას გაჭმავს და ის სხვანაირად ჩანს და თურმე რეალობა სულმე სხვანაირია. კი, თან სოციალურ ეს ტრიენტის aid station-ი ძალიან ხალისიანი aid station-ია, ანუ მუსიკა უკრავს, იქ პატრა კაფეც არის. ტრიენტის არის ხო ვარდისფერი ეკლესია როა? ჩვენ ვიყავით დღე მან და გავირბინეთ ტრიენტში. ძალამაზია კი. მე ტალახში და ღამეში და ეგ ვიდეოც მახსოვს, საერთოდ ვერ დარბოდით დაღმართზე, იმიტომ რომ სუსრიალებდა. და აი მანდ იყო ალბათ ჩემი ლოუ წერტილი და თუ არ ვცდები ტრიენტიდან ნავსულიყავი ლაფლეჟერში. აი ეს ბოლო აღმართი რაც არის საკმაოდ ტექნიკური არის და ნუ ეგ იყო ჩემი დაუნ მომენტი, თუმცა მაგ დროს უკვე აღარაფერი გამაჩნია. მაგ დროს თქვი მე მგონი ვიდეოშიც რომ აღარასდროს აღარ ვიზამამას ბოლოს სიტყვადი. სხვათა შორის არც მე მგონი ყველა მაგას იძახის, მაგრამ მეც ვიტყვი ალბათ ჭამა ყველაზე რთული არის, ნუ ჩემთვის პირადად ჭამა ყველაზე რთული არის ულტრის დროს. იმიტომ რომ სულ არ გშია. თან ძალიან ინდივიდუალურია, ვიღაცისთვის რაღაცა მისაღებია ვიღაცის ორგანიზმისთვის, ვიღაცისთვის არა და ძალიან რთულია მაგის მიღწევა ზოგადად. ჯერ იმის მიღწევა რომ რა არის შენი სირბილის დროს რა მყარი საჭმელია შენი, ეს გელები არის შენი, რა არის შენი, ჯერ მაგის გარკვევა რომელი არის შენი ორგანიზმისკაი და მე კი გაარკვევ, მაგრამ სირბილის დროს აკეთებ თუ არა მაგას და ჭამ თუ არა, ხო? საერთოდ აი პირობითად არ ვიცი 50-ის მერე არ გშია, ხო? არ გშია, პირიქით. კარგ საჭმელს შეჭამდი, მაგრამ არა იმას, რასაც გთავაზობენ, ხო? გელი არ გინდა, თეილვინდი არ გინდა, მაკარონი არ გინდა, ანუ არ მინდა ის ჭამა, არ მინდა რომ ჭამ, უბრალოდ მინდა წავიდე. რაღაცა ისეთი, რაც მესიამოვნება, ის ჭამაც მესიამოვნება, მაგრამ იქ არაფერს ჭამ არ მესიამოვნებს. მაგრამ იმის ფაქტორი რომ რაღაც უნდა ჩაიდო ახლა შენ, ცოტა ისეთი. ბავშვობაში გაბრუნებს ალბათ, რომელსაც ბავშვობიდან რაღაცის ჭამას. მოკლედ შენ ახლა ორივე გამოცდილება გაქვს უცხოეთშიც და საქართველოშიც გირბენია რაღაც გარბენებზე, ხო? მარათონი იქნება ეს თუ რა. აი რა განსხვავებაა საქართველოს და უფრო ევროპას შორის გარბენებში, აი ღონისძიებებში ვამბობ რა მე. ანუ აქ თქვა ტრეილაბზე ხარ ხოლმე, ალბათ სხვა მგონი არ გვაქვს ტრეილაბის გარდა. და რა განსხვავება ეხლა თქვა UTMB-ის ღონისძიება შორის, აი რა. საინტერესო. ხო, აი რაღაც შენთვის რა არის? ჩემთვის ყვება იყო, მე გეტყვი პირველს. ტრეილაბი ძალიან მიყვარს, მეგობრები არიან და ტრეილაბი ისეთი პროფესიონალი გუნდისგან შედგება, რომ ისე გაიზარდნენ, რომ ფაქტურად აღარაფრით არ ჩამოვარდებიან ორგანიზების მხრივ ევროპულ გარბენებს. აი არაფრით არ ჩამოვარდებიან ევროპულ გარბენებს. ნუ ეს ვინ ჩვენი მეგობრები არიან, ამდენია, 10 წელი ალბათ ვიცნობ. მეგონი 10 წელია დაახლოებით ვიცნობ. ეგრე გამოდის რაც 7-8 წელი მინიმუმ ყველას ვიცნობ, ხო? ფაქტურად, რა ვიცი, ერთად დავიწყეთ, პირველი გარბენი გქონდა ლისზე, არც ნომრები გქონდა არაფერი, ფინიშზე არაყი გქონდა. ეგ იყო პირველი ტრეილების გარბენი. წელს რა თქმა უნდა არ მახსოვს, მაგრამ ლისის ესეთი ალტი ლუფი გავაკეთეთ. ნუ უბრალოდ
ვირტუალური ფინიშის ხაზი ქონდა, ესე ვთქვათ რა. და უკვე შემდეგი გარბენი უკვე ნომრებიც იყო და რაღაც პროფესიონალთა გუნდი უკვე შემდგარი იყო მაგ დროისთვის მეორე გარბენზეც. დღეს ეს არის ფაქტურად პროფესიონალი ორგანიზაცია, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის გარბენს აკეთებს. კი. უბრალოდ ის არის, რომ UTMB-ს ძალიან ბევრი სპონსორი ყავს. Trail-ობს არა და ეგ არის ხოლმე ის. ნუ UTMB ეს იზოლირებული არის, ხო? ძალიან ბევრი გარბენი არის, სამი სხვა შორის. UTMB ხა ძალიან ისეთი შედარება გავაკეთე მართლა, ბევრი სხვა მისიც არის ევროპაში, გარდა UTMB-ის. აი, ამერიკაში ვიყავი და იქ მანდვირბინე 21 კილომეტრი. ავიცი, ეგეც რაღაც გარბეთა სერიაში შედის რა, მოკლედ მონაწილეები იყო ალბათ 20 კაცი, ერთი პატარა ბანერი ჰქონდათ, რაღაცა ირბინეს, ჩამოირბინეს და არაფერი. ერთი პატარა მედლები ჰქონდათ, მეტი არაფერი, ხო? და უმეტესობა გარბენების, უმეტესობა ტრეილ გარბენების ზუსტად ესეთ ფორმატში არის რა, არა აქვს რაღაცა დიდი ბუმბერაზის ზეიმი, არა აქვს მუსიკა, არა აქვს ორგანიზება, დიდად არა აქვს aid station-ები და პრინციპში არაფერი. აი უმეტესობა გარბენი უფრო ესეთი პატარა ფორმატის არის, რაც ტრეილებმა გააკეთა, აი ყველა პატარა ლოკალურს ესე ვთქვათ in-house გარბენს გადაასწრო. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გავედით იმ დიდ მასშტაბებზე. თავანებოთ იმას თავი ხო UTMB-ის და იმას. თუმცა ახლოს ვართ და კი ფანტასტიკურია და სწრაფად. აი თუნდაც უნდა იყო მაისურების დიზაინიც ჩვენთან რაღაც customized არის, მედლები აი ჩიპინგის სისტემა თვითონ რო აქვს ეს ჩიპინგის სისტემა. აი ზუსტად ეგ რამ ზუსტად ეგ ძალიან მაგარი რაღაც არის. და ბევრმა არ იცის და რამხელა ისდევს რა, ანუ ბევრმა არ იცის რამხელა შრომა ჭირდება ამ ყველაფრის ორგანიზებას საერთოდ და ვერ ხვდებიან ხოლმე ამას რა ხალხი და ძალიან დიდი ორგანიზება და ძალისხმევა და რა ყველაფერი და ფული ჭირდება ამ ყველაფერს. ჩათვალე დაუშვით ლისის გარბენი რო აიღო ელექტროენერგია გჭირდება, ანუ გენერატორი, ხო, ტენტები გჭირდება, ხო, სკამები გჭირდება, ვოლონტერების შეკრება გჭირდება, მაგათი ტრანსპორტის ორგანიზება. და ეს ყველაფერი უნდა გაკეთოს ხოლმე ერთმა იმან, რა ქვია. ხო, ეს არის ვოლონტერების ფაქტურად გუნდი. ხელფასი არავინ არ იღებს, რა ქვია, ხარჯები მოხალისეები ყავთ ასევე. მოხალისეების ორგანიზება გჭირდება, მაგათი შეკრება გჭირდება. aid station-ის ლიდერები გჭირდება, ამათი განლაგება გჭირდება დისტანციაზე და ნუ სუპერ რთული არის და ასეთი ფაქტურად შენ ამას ფულს არ იღებ, მხოლოდ ამას აკეთებ რეპუტაციულად და იმიტომ რომ ეს რაღაცა გიყვარს. ეს საქმე გიყვარს. და ამ გუნდს 100 წელია ვიცნობ უკვე და ძალიან უყვართ ეს საქმე და ძალიან ვაფასებ იმას, რაც აკეთებ. ფაქტურად მაგათ გაზარდეს ტრეილ რანინგი. ზუსტად, მარტო ეგენი არიან, ვინც ატარებს საქართველოში ტრეილის გარბენებს. და ფაქტურად ნახე, თბილისი მარათონის გარდა არც გვაქვს. მარტო გვაქვს ტრეილები და თბილისი მარათონი. კი, ზუსტად, მეტი არაფერი. და ანუ რა. ძალიან მაგარი. UTMB-ს რაც შეეხება, უფრო მასიური არის, მაგრამ მაგათ, ნუ, ბევრი ფულიც დას მაგათ. ნუ ხო, და სპონსორებიც ყავთ მაგათ და მხოლოდ მაგათ. ემპლოიებია რა, ნუ იქ უკვე ყველა ხელფასზე. რა თქმა უნდა, ხო. ის სხვა დონეა. მე ძალიან ცუდი შედარება გავაკეთე ხა UTMB-ით უბრალოდ ევროპულ. ხო გახსოვს იმაში შამონიში რაღაც UTMB-ის სახლი რო არის. იმათ ძალკე ოფისები აქვთ, ორგანიზაციები. ბევრი full-time employee ყავთ. full-time თანამშრომელი. ხო, ეგ სხვა დონეა ხა, ეგ თავარი არის. ეგ ბიზნესია. კი, ამიტომ ეგენი Ironman-თან მერჟი გააკეთეს. მართლა? ანუ UTMB და Ironman-ი ერთი, ნუ, მოკლედ მერჟი გააკეთეს, გაერთიანდნენ რა. უი, რა საინტერესო. Ironman-ზე შემდეგ კვირაში თამილა გვეყოლება. შარუხია სტუმრად და Ironman-ზე თამილა დაგველაპარაკება. ძალიან რამდენ ცილაპარაკებს და რამდენი რაღაც აქვს მოსაყოლი, ხო წარმოგიდგენია თამილა. ეხლა ყველაზე ის იყო ჩემთვის ეგ დასამახსოვრებელი შენი YouTube-დან შენ ხარ ნამყოფი ევერესტის base camp-ზე. ხო? სწორად ვიცი. ცოტა დამაკლდა, მაგრამ ახლოს გავიარე. და თან მე მგონი ეს იყო ცირბილის ტრეილის რაღაც გუნდი იყო თუ რაც აი ამ იმაზე რომ კარგად მოგვიყვე ზუსტად, იმიტომ რომ ახსოვს რომ ჩანთებიც არ გქონდათ, რაც ვესტები გქონდათ და მირბოდით კიდევაც რაღაც მირბოდით ძალიან რთული იყო იქ ვიცი სირბილი, მაგრამ ანუ რა იყო როგორ წახვედით აი ყველაფერი რომ მოგვიყვე. იმიტომ ძალიან საინტერესო. მაგ ნუ გარბენი არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ გარბენი რანჰაიკი კირასგან გავიგე, სხვა შორის კირა ჩამოსული იყო 2019-ში საქართველოში. კირა.
კირა ბალმანო არის ავსტრალიელი ულტრამორბენელი. გასაგებია. პრო არის ავსტრალიიდან და გავიცანი საქართველოში. საქართველოში იყო ჩამოსული. ჯერ კიდევ ონი იყო მისი სპონსორი. საინტერესო ისტორია ეს თუშეთის იმაზე. თუშეთში წავედით მაგასთან ერთად რომ გაგვევლო საქართველოში ერთი მონაკვეთი. ჩვენ თბილისიდან წავედით ის ცოტა გრძელ გზას გადიოდა, მე მგონი ომალოში იწყებდა თუ კიდე ცოტა ქვევიდან იწყებდა. მოკლედ ჩვენ გირევში დავხვდით. რაღაც YouTube-ზე გაქვს რაღაც ვიდეო და მე მგონი მე მაქვს ნახე უცხოელი და ვერ რომ დაალევიდნეთ აჭამეთ კიდევაც მაგას ხო? ხო, სწორად. ძალიან ჩემი ალბათ ფავორიტი adventure იყო. ზოგადად აი ვიდეო მასოს კი. ჩვენ თბილისიდან ჩავედით დავხვდით მას, ის სირბილით ჩამოვიდა და ერთი დღე შევუერთდით კირას. თუშეთიდან ხევსურეთში რო გადავედით. ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ. აწუთის უღელტის გავლით ძალიან საინტერესოა, ის სასწაულად ძალამაზი ადგილი. ეს ალბათ ჩემი ფავორიტი ადგილია საქართველოში. და მაქედან გავიცანით ეს კირა. სუცში საქართველოშიც აპირებდა კემპს. ზუსტად მაგისტვის იყო ჩამოსული, რომ საქართველოში გაეკეთებინა ეს კემპი. მაგრამ მე კოვიდი დაიწყო. და მოკლედ ყველაფერი გადაიდო. და მაგან გააკეთა ტური, ტური არ ვიცი როგორ დავარქვა სწორედ, კემპი არ ვიცი თუ რაღაცა ესეთი ნეპალში. როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მაგას ნეპალის მთებში. და თვითონ სოლო ესეთი ბევრი სოლო ჰაიკი გაუკეთებია ნეპალში. ევერესტის ბეის კემპიდან, ევერესტის ბეის კემპამდე მაკედონ მარათონიც აქვს ნარბენი. ევერესტის ბეის კემპთან მართლა სირბილის არის რა. იქ შეუძლებელია სირბილი. ხო, მოსოს ვერც უნთქავდი კარგად მაგრამ მართლა დარბიან. თუ კარგი აკლიმატიზაცია გავლილი, მართლა დარბის ხალხი და საკმაოდ სწრაფადაც დარბის. მართლა დარბიან. რა ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცას ახერხებენ. და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ გოგოს და მეც შემოვერთი, პატარა ჯგუფი ვიყავით, სულ 5 ვიყავით, პლუს კირა. და მთელი მუღამი იყო, რომ ჩვენ ვართ სოლო ხო, ალბათ self-supported team-ი ვართ. ქონდა ერთი პატარა ვესტი, 15 ლიტრიანი ვესტი მქონდა, თუ არ ვცდები, ყველას ეგრეთ 15 ლიტრიანი ვესტი გქონდა და ყავდა გიდი. უბრალოდ ბარგის გარეშე, ყველაფრის გარეშე რა. ბარგი ხო ვიღაცა ქონდა თუ არა? არა. არ ქონდა საერთოდ? მთელი დიდი ყველაზე დიდი ჩელენჯი იყო იმისთვის, რომ ჩატეულიყავით 11 დღე 15 ლიტრიან ვესტში. ეს fast packing-ის ნაირი. ხო, 11 დღიანი fast packing-ი არის, ხო. სიმართლე გითხრათ, ამდენ დღიანი? 11 დღიანი. ვაი, მე დამბებია. მე კიდე დავრჩებოდი ალბათ. ისეთი სასწაული ადგილი იყო. ცოტა სევდიანი მომენტი იყო. ბოდიში წყალი და რაღაც, გზად ფილტრები ხო? ნეპალი აი სასწაული ადგილია, ალბათ არა კიდე ჩავალ დავბრუნდები მან. თვითონ იცი რა, კატმანდუც საინტერესო ქალაქია ეს, ვერაფერს ვერ შეადარებ. ევროპა, დაახლოებით ყველაფერი ერთნაირი არის. ხო, ერთგან რო ხარ ნამყოფი იყო. ნეპალი, აი ზღაპარში ხარ რა, ფაქტურად ზღაპარი არის, ეს იმდენად უცხო არის, იმდენად სიახლე არის, იმდენად vibrant და ფერადი ქალაქია, გემოვნებით, სუნებით, რომ საინტერესოა. აი არ ვიცი, აი ბევრ რაღაცას ჯობია რა, სასწაულად ამაზე ადგილია. და მაქედან ჩადიხარ ლუკლაში. ჩავედით ნეპალიდან კი არა, კატმანდუდან ლუკლაში. ეს ქალაქია რამე? საკმაოდ ესეთი რთული ფრენა არის. პატარა თვითმფრინავი არის, 16 კაცი თვითმფრინავი არის, იქ მთელი თემა არის, ბილეთები რო იშოვო ნეპალის დროით მიფრინა და 10 საათზე. ნეპალის დროით ნიშნავს, რომ არასოდეს არ იცი, როდეს გაფრინდები. 10-ზე გქონდა ფრენა და რა ვიცი, გავფრინდით 3-ზე, ეგ კარგად იქნება რა. დრო ნეპალის დრო ეგეთი არის, პლუს მინუს 1-2 დღე არის რა. და მანდ ყველაფერი საინტერესო არის. ჩადიხარ ლუკლაში, რომელიც ითვლება ყველაზე საშიში აეროპორტად. იმიტომ რომ ძალიან მოკლე არის და არაფერი არ არის, მთა არის რა. და ეგრევე უნდა აჯდეს თვითონ. ხო, პატრა სარბენიასაშდან ბილიკი არის და შედის მთაში. ვაიმე. და პირიქით რომ მიდიხარ, ეცემა იმაში, ხევში.
და ლუკლადან დავიწყეთ 11 დღიანი ტრეკი ევერეთის ბეის კემპისკენ. თორემ ჩვენ ბოლომდე არ მივედით. წრე დავარტყეთ და ჩამოვედით. სადამდე ახვედით რომ რამდენი მეტრზე იყავით საბოლოო წერტილი? 5 და 5. აა 5 და 4 და რაღაცა 5400. ჩვენ მყინვარწვერზე მაღლა. კი, რა თქმა უნდა. ყაზბეგზე მყინვარზე გავწვდით, ხო? ხო. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, აი რაღაცა სასწაული გამოცდილება იყო ნამდვილად. მე ვნახე რომ აი რაღაც ძალიან მაღლა ხართ და იყოს სასტუმრო გაკეთებული, ხო? რაღაც საოცარ ადგილს არაფერი, რითი აიტანესნე და ან იქ ზოგადად სამშენებლო მასალა, ანუ იქ ვიღაც ისინი იმათ არ ქონდათ, ხო? ლუკლაში არის აეროპორტი. ანუ წარმოიდგინე დასაჯდომი ბილიკი, რაღაცა აეროპორტის შენობა, სახლები, ფაქტურად პატარა სოფელზე ცოტა დიდი რა. აბსოლუტურად ხალხი ცხოვრობს. იქ გზა არ მიდის ლუკლაში. სამანქანე გზა საერთოდ არ არის. ანუ ალბათ პირველად რა მოიტანეს, ვერტფრენებით მოიტანეს. მერე ხელით აქვთ იქ. და მერე თვითფრენავებით და ვერტფრენებით და ხელით აქვთ ყველაფერი, იმიტომ რომ ფაქტურად არა, სამანქანე გზა საერთოდ არ მიდის, მარტო ბილიკი ადის, რაღაც 10 კილომეტრიანი. სამანქანე გზიდან ლუკლამდე. ლუკლა არის ესეთი ხაბი, სადაც თვითფრენავები ჯდება. და ლუკლას შემდეგ უკვე არაფერი გზა აღარ არის. მარტო ადის ხალხი, იაკები, ცხენები. მე მგონი ეგ ვიდეოშიც იყო, რომ ახალგაზრდა ბიჭებს რო აქონათ, ეგ შენ ვიდეოში ვნახე, ხო, მე მგონი. იცი რა და აი რაღაცები ძალიან მძიმე რაღაცები აქონდათ იმაში, თქვენ რო ძლივს უნთქავდით და ადიოდით. მენტალურად რაღაცნაირი სხვანაირი ხალხი, ალბათ მაგას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა. არც მახსენდება რომ ჩინელები მაგალითად გზას გაჭრიდნენ დედასვანეთიდან ყველაფერს. პირდაპირ ხო? კი, დაადგამდნენ ევერესტს დაადგამდნენ სასტუმროში. ნეპალელი ხალხი ცოტა სხვანაირი არის, იმიტომ რომ არა აქვთ ესეთი, შეიძლება სულიც არის ეს რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ესეთი გამძლეობა კი არა და მენტალურად უფრო ესეთები არიან, ანუ შეუძლიათ როგორ დავარქვა, მოკლედ შეუძლიათ ამის ატანა. ანუ არ იძახიან რომ თქვენ დედასვანეთი არაფერი აღარ გავაკეთებთ, არავითანთ ამ ტვირთს. დავუჯდებით ქალაქში წავალთ და ქალაქში, რა ვიცი, ვიშოვით რაღაც 2 კაპიკს, მაგრამ ასეთ რთულ რაღაცას არ გავაკეთებთ. არა, იქ პირიქით. ხალხი სპეციალურად ჩადის, რომ ცოტათი მეტი ფული იშოვოს, მაგრამ გააკეთოს ეს სუპერ რთული რაღაცები. რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობაზეც აისახება, რთული არის, რა ვიცი. მაგრამ აი შეუძლიათ ამის კეთება. არ მახსენდება რომ სხვა ვიღაცას ესეთი რაღაცა რთული რაღაცები ეკეთებინოს, იმიტომ რომ მთელი მშენებლობა ცხენი ძვირია, იაკი ძვირია და ადამიანის შრომა ბევრად უფრო მარტივი არის. და ადამიანს უფრო მეტი მიაქვს, ვიდრე ცხენს და უფრო იაფიწყებს. ძალიან რთული იქნება ის მაგის ნახვა. ხო, რა თქმა უნდა, ცოტა კონტრასტი. ხო, რაღაც ძალიან ის იქნებოდა. ნახე შენ, როდესაც კლასიკური ტრეკერი ხარ. ხო. შენს დიდი ჩანთა მიაქვს პატარა ჩანთა, მაგრამ შენი ბარგი სინამდვილეში მიაქვს იმ პორტერს. ხო, აი ეგ არის ძალიან ცუდი შეგრძნება ალბათ. შენზე ბევრად პატარა არის, შენზე ბევრად სუსტია, მაგრამ თან მადლობას გიხდის, აი ძალიან კეთილი და ძალიან რაღაცნაირი მომენტია. ჩვენი გიდი იყო 17 წლის. ფაიმე. წარმოგიდგენთ. 17 წლის ბავშვი, რომელიც 14 წლიდან მუშაობს. მუშაობს იმისთვის, რომ ხო. და ეგრე მძიმე შრომა. კი. ჩვენ შემთხვევაში რაღაც პატარა თავის ჩანთა ჰქონდა. არა, anyways. და ეს 11 დღეში ან რამდენი დღეში ახვედით ბოლომდე მაგალითად 5500. იცი რა არის? ნახევარ. ვფიქრობ, არ ვიცი, შეიძლება ვწდები, შეიძლება ძალიან ვწდები, მაგრამ მთელი მუღამი არის ნელა მივდიოდით, იმიტომ რომ აკლიმატიზაციას გავდიოდით. ხო, თორე ეგრევე რომ ლუკლადან რო ჩავედით ნამჩეში, ნამჩი არის ყველაზე დიდი ქალაქი. ძალიან საინტერესო ის არის ქალაქი, სადაც 3000 კაცამდე ცხოვრობს ნამჩეში. და მან გავჩერდით 2 თუ 3 ღამე. ნამჩი არის 3400 მეტრზე. ანუ თვითონ ტრეკი შესაძლებელია, რა ვიცი, სულ ალბათ 3-4 დღეში გააკეთო. 100 კილომეტრზე მეტი გამოვიდა. 150 კილომეტრი გამოვიდა. მთლიანობაში, ხო? კი. უკანა გზა ჩამოირბინეთ ალბათ ასე თუ ისე. თუ ვერა? ჩამორბენას ვერ დავარქონდი, მაგრამ რაღაცები ხო იყო. ხო, რაღაცა. პლაციერული არის. ცოტა 10 მეტრიანი კარბენები გქონდა ვიდეოში ჩავწერე.
თვითონ ასვლა ნელ-ნელა გიწევს. რატო? იმიტომ რომ როგორც მეუბნებოდა ჩვენი გიდი, ჩვენი კირა, უნდა ძალიან gradual ახვიდე, თანდათან დახვიდე რომ არ დაგემართოს. რაცა მთის. ხო, რასაც ეძახიან. მთის, ხო, მოკლედ. სიკნესი. საინტერესო, ყველაზე გამორჩეული იყო, ჩემთვის ეგ რომ ვნახე, რომ მანდი იყავი ძალიან სასწაულია და ეგ ვიდეოებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ნიკოლოზის YouTube-ში. გათიშული მქონდა და წეგან ძალიან საინტერესო რაღაც თქვა ნიკოლოზმა, რომ Wi-Fi იყო იქო და შხაპიც მიიღო 4000 იმაზე და მარე მოყევი, იმიტომ რომ არ მინდა გამოვტოვოთ. აი ყველაზე რთული ჩელენჯი. რა თქმა უნდა, მე ჩემი რაღაცა თავდაჯერებულებიდან გამომდინარე, რაღაცა დიდი სპორტული ბექგრაუნდი მაქვს, არ მეპარებოდა ეჭვი რომ რაღაცა ვერ გადავლახავდი ამ ევერესტის დისტანციას, base camp-ის. ხო. კლასიკურად ქვია 3 pass track. მაგაზე არ მქონდა, უბრალოდ მქონდა რომ როგორ გადავიტანდი იმ დისკომფორტს. ფაქტიურად ჩათვალე 11 დღე არ დაიბანო და 11 დღე, როგორც ჩვენი გიდი გვეუბნებოდა, არ უნდა დაიბანო. საკმაოდ ესეთი ასკეტური პირობები არის. არც რამე ის არ არის, მანდ ეხა მდინარე. არც გამოსაცვლელი არ გაქვს, რა თქმა უნდა, ხო? რამდენიმე წაიღო გამოსაცვლელი, ხო? პატრა ჩანთით მიგაქვს. აი ესეთი ეს დისკომფორტი უფრო რაღაცა რთულად გიჩვენებოდა, ვიდრე რაღაცა ფიზიკური, მენტალური, ფიზიკური ჩელენჯი. თუმცა ესეთი საინტერესო ბევრი ისტორია გადაგვდა გზაში. საბოლოო ჯამში ჩვენ დაბანავცაც ვახერხებდით თითქმის ყოველ დღე. ყველაზე მაღალი შტაპი მივიღე 4400 მეტრზე. თუმცა საკმაოდ კარგი იყო რა, კარგი მოწყობილი იყო. გაზის ბალონი გქონდა, ესეთი დუში გქონდა, რომელშიც წყალი მოდის. არ ვიცი წყალი საერთოდ მოდიოდა, წარმოქმნა არ მაქვს. მაგრამ მაინც ვახერხებდით 4400-ზე დაბანას. და სხვა შორის 4400-ზე ძალიან კარგი პირობები იყო. უფრო მაღლა როვედით, იქ ცოტა ცუდი იყო. მაგრამ აი ტუალეტი, შხაპი და Wi-Fi-ო. და Wi-Fi რა თქმა უნდა, Wi-Fi იყო. ძალიან მაგარი. თვითონ მობილური არ იჭერს, მაგრამ hotspot-ები აქვს გაკეთებული და Wi-Fi აქვს. ყველგან არის მაინც. ყველა კემპზე არის და რა მაინტერესებდა. ეს აქამდე იყო დაგეგმილი რომ 5500 უნდა ასულიყავით თუ საერთოდ base camp-ამდე იყო და უბრალოდ თქვენა ვერ ახვედით თუ ეგ არ იყო? არა ხო? ახლოს გავდიოდით ჩვენ 3 pass tracks გავაკეთებდით, base camp-ზე არ უნდა ავსულიყავით, ეს იყო დაგეგმილი. 5-6 კილომეტრი დაგვაკლდა. ხო, ეგ უნდა მეკითხა, იქვე იქნებოდა რეალურად ხო, იმიტომ რომ 5500-ზე იყავით და ის base camp-ით მანდ 5-6 კილომეტრი ვიცი რომ ძალიან ბევრია. ხო, ვიცი რომ ძალიან ბევრი, მაგრამ მე ის მაინტერესებს მარტო ერთი base camp-ი იყო და მოჩვენ თქვენ იყავით Everest-ის base camp-ამდე, რაც იყო base camp-ი იქ, ხო? არა. ჩავხეხა მე ჩავხლარდე. Everest-ის base camp-ამდე რამდენი კემპი გქონდათ დარჩენილი? ნახე. base camp-ი არის მხოლოდ მთის ძირში. ხო. და მანამდე არის უბრალოდ ლოჯები. ხო, გასაგებია. მანამდე არის უბრალოდ ლოჯები. სოფლები ესე ვთქვათ. თვითონ base camp-ზე ჩვენ ამადაბლამის base camp-ზე ვიყავით. საკმაოდ ლამაზი მთა, სუპერ მაღალი არ არის, 6000 რაღაც მეტრი არის, არ მახსოვს, მაგრამ თვითონ base camp-ზე მანდ ვიყავით. მაქედან არ იწყებენ Everest-ი ასვლას, მაგის მერე მიდიან base camp-ზე და base camp-იდან იწყებენ იქ ასვლას, ეგ მაინტერესებდა, ხო? ხო და მეც ესე ვიფიქრე რა, ბარემ გადავირიგებდი, ხო, გადმოვიდე, მაგრამ 5-6 და მთაში აი ვერ იმიტყვი რა, ჯერ ერთი ამინდი შეიძლება გაფუჭდეს და ამიდმა ერთხელ შეგავცვლებინა რუთი. პლუს შეიძლება მარტოც გაიპარე იქ მახსოვს ვიდეოში. ცოტა იარე, მაგრამ ხო და მან ძალიან ესეთი არასტაბილური პირობებია, ამიტომ შენ ვერ იტყვი რომ მე ახლა გავივიდე 10 კილომეტრს და დავბრუნდები. რა თქმა უნდა, თუ კარგი გამოცდილება გაქვს, არ არის პრობლემა. ხო, მაგრამ თუ კარგად აკლიმატიზებული ხარ, არ არის პრობლემა, მაგრამ მთაში, მაღალ მთაში ესეთი ხუმრობები და არ არის რეკომენდირებული, ასე ვთქვათ, რბილად რო ვთქვათ, არ არის რეკომენდირებული. ამიტომ, როდესაც მე მეგონა რომ ნამდვილად გადავირბენდი 10 კილომეტრი, ახლა ერთი უძო იყო, თან დიდი მაგრამ ფაქტიურად როგორც ერთი უძოც არ გამოდის, უფრო ნაკლები არის. მაგრამ არა, რა თქმა უნდა, უკვე არა, ხო. მანცაში მარტო. ესე მეც მაინტერესებს შენი გარბენებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი იყო? ალბათ CCC. ეგ ხო? და კარგი, მაშინ უთიების გარდა. ყველაზე ლამაზი იყო, ბევრად ჭობდა CCC-ს ლავარედო.
აი მე ნიკასაც ვურჩევდი, რომ არ გაემაზა ლავარედო, მაგრამ გამაზა. ლავარედო ლოტარიაში მოხდა, მაგრამ არ გასულა. აი ყველაზე ლამაზი ალბათ შეიძლება სოფლიოში ყველაზე ლამაზი გარბენი იყო ლავარედო. ეს ჩვენ მაყურებელს ვინც არ იცის რა არის და სატარდება ეგეს რო უთხრა? კორტინადან იწყება, კორტინადან პეცოდან იწყება. ანუ იტალიაშია. იტალიაში ხო. და მოკლედ ესეთი დოლომიტების ალპებზე გადადის. კი ბატონო, მან დარბიხარ. დოლომიტებში დარბიხარ. ალბათ ყველაზე მან რამდენი ირბინა? 50. 50. აი ეგ არის ყველაზე გემრიელი კილომეტრი. კი. მართლა რო ქსიამოვნებს და ხო. რო იცი რომ 50-ზე სიამოვნებას მიიღებ. თულიც არის მარტივი არ არის რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა. ანუ გამოწვევაც არის იდეალური მიქსი არის. მაგრამ როდესაც უკვე გაქვს რაღაცა 70 არც პირობითად 80-ის გარბენი, უკვე ვეღარ ამართლებს შენ თავს რა. 50 იმდენად მარტივია, რომ არ ვიცი, თუხალ რომ მითხრა წადე რომ ზადირბინე, რომ კაი ბატონო რა პრობლემაა, წავალ ვირბენ. რა რომ აი ეს ჩელენჯის მომენტი იკარგება. კი, ზუსტად. მოტივაცია იკარგება. კი, ეგ არის. როგორც მარათონეს რო ნახევარ მარათონი არის. ხო, ზუსტად. ეხლა საქართველოში აპრილამდე მორჩა სეზონი, 62 კილომეტრით დახურე. კვირას. ესეთ მე მგონი აპრილში არის ხოლმე ახალი სეზონი. სადღაც გაზაფხულამდე მორჩა. ეხლა თუ გეგმავ რამეს გაზაფხულამდე, სადმე მიიღებას მონაწილეობის, სადმე სხვაგან. დეკემბერში ვიყავი ომანში. აჰა. იქ ვირბინე 50 და წელსაც შეიძლება არა, ომანში არა, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება სხვაგანაც კი. საინტერესო. ჯერ არ ამირჩევია, თუმცა ესეთი პატარა ლოკალური არამენი ბევრი არის და არის. უთიემბისაც ბევრია. იცი რა არის, აი სხვებსაც ვურჩევ, შენცაც გირჩევს, რომ შენც გირჩევ, რომ გავწდეთ ევროპას. აი ზუსტად ეგ უნდა ჩვენც. და აზია ვნახოთ. რა ქვია, აზიაში ეს იქნება აზია, ეს იქნება სამხრეთ ამერიკა ცოტა ძვირი არის, მაგრამ ესეთი Middle East რა ქვია უზბეკეთი ესეც აზია, აფრიკა, მაგრამ ეს ჩვენ აფრიკა ვნახეთ, აი გუგამ ნახა აფრიკა ძალიან მაგარი იქნება. აფრიკა. მოსაშვეს კენიაში ვიყავი ერთხელ. აუ კენიაში კენიელებთან რო დადგედა რო დარბიხარ უკვე წარმოვიდგენი. როგორც მან ტრეილები ალბათ იქნება, როგორ არ იქნება ტრეილ გარბენები, მაგრამ აი დარწმუნებული რა ის სასწაული იქნება. ისეთი ემოცია იქნება, რომ UTMB აი გახლოს არ დავიგება. ანუ გაზაფხულამდე აპირებ რამეს. საინტერესო. ალბათ ხო ზამთარში რაღაცას ვერ გაჩერდებ. ის. და ეხლა ყველაზე ეს თული კითხვა უნდა გისვა ბოლოს. რატომ გიყვარს სირბილი და საერთოდ რატომ დარბიხარ? კაი კითხვა, ცოტა სტეპბექს გავაკეთებ. მე რომელი წელი იყო 2018 იყო თუ რაღაცა. მეკიმთან მივედი და მოკლედ რაღაცა შევიწროება გაქვს რაღაც ნაპრალის, გაცვეთილი არის ხრტილები და მოხდა? ხო. მეთქი რა გავაკეთო პატრონებმა და ვიცი არ ირბინო რა, სხვა რა უნდა გიქნებო ვაჟა და რასაკეთებ მე ფინანსისტი ვარ. ძალიან general statement-ი არის და რა გარბენიებს რა. ეგ გაგძელეო. მართლა რაღაცა შტამპი მითხრა რომ რა გარბენიებს მაშინ რა იცურავეო რა. ხო, ცურვა ყველაზე ის არის. ყველაფერზე ცურვას კიდინში ნავენ, იმიტომ რომ ყველაზე უსაფრთხო ის არის. ყველაზე უსაფრთხო მაგითად დაიტრამე და ალბათ მაგ რეკომენდაციის მე ალბათ 10000 კილომეტრი კი გავირბინე. თავს ულტრებიანად და ალბათ ჩემთვის სურვილი არის რაღაცა ჩემი ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი. მაგის გარეშე ჩემი ცხოვრება გაცლებთ უფრო როგორ თქვა მოსაწყენი იქნება. უინტერესო, ხო. უინტერესო და მოსაწყენი იქნება სირბილის გარეშე, იმიტომ რომ დიდი мотиваციები აღარ დამჭა, ხო რასაც მინდოდა სპორტულად, ყველაფერს მივაღწიე, ვარჯიშებიც ჰქონდა, მარათონების გავირბინე, ულტრამარათონების გავირბინე. ამიტომ ყველაზე ჩემი ესეთი დიდი ინდიკატორი არის, რომ ჩემი ცხოვრების წესი არის და ნაწილია რა, ხო. ჩემი დისციპლინის ნაწილია. ზუსტად, ხო. და ჩემი ცხოვრებაზე კარგად აისახება. ეს ჩემი მეგობრები არის, მეგობრებთან ერთად სირბილი, ვიცი, შეჯიბრებში მონაწილეობა, მოგზაურობა, ეს არის ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და ჩემი დიდი ხობი და ვაპირებ ბოლომდე არ ვიცი, სანამ
სანამ მუხლები მართლა არის. სანამ უარს არ მეტყვის მუხლები რაღაცას. მიგიშვებს. თუმცა მაგ რეკომენდაციის მერე კაციან პოტენციალს არის რა. ამიტომ არ დაუჯერო ექიმებს. კი, ყოველ პოდკასტში მაგას ვამბობ თქვენ, იმიტომ რომ ექიმი ანუ არც ერთი არ გეტყვის, რომ ისაო, კი, გაგზელე ეგრე ირბინეო, არავინ არ გეტყვის. ძალიან საინტერესო იყო პოდკასტი. ძალიან საინტერესო სტუმარი იყავი. წარმატებებს გისურვებ და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დამითმე. და მოხვედი ჩემს პოდკასტში. აუცილებლად დავდებ შენს YouTube-ის ლინკს და აი ნამდვილად უნდა უყუროთ ნიკოლოს ვიდეოებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გარბენები უდევს და ისი ამოვნებთ მოკლედ. მადლობა შენს და რა ვიცი. ჩემზე უკეთესი სპორტსმენი შენ ხარ. რაც კი. ამიტომ რა ვიცი, წარმატებები და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა.